ყველაზე მძიმე პერიოდი ჩვენ ოჯახში ეს არის დილა. იმიტომ რომ გაღვიძება არავის არ მოყვარს ადრე. აი ესეთ ბრძოლაში ხდება ყველაფერი. ეს ჩემი ჩაია? ხო, შენი. მადლობა. და დედა ეხმარება მამასაც, შვილსაც და შვილიშვილსაც. დედა და მამა სპორტსმენები ხავს? მრავლობით. უსტყაზე დადიან? ყოველად არაკომუნიკაბელურია ჩვენი ოჯახი დილის 9 საათზე. ძალიან საშინელება, კამერა რო დაგდო ყველგან. ისევ ჩქარობდი. 7 საათზე ავდექი, იმიტომ რომ პირველი გადაცემა ვნახე თქვენი, ანჩიკოს რო შეუვარდით ოთახში. არანაირი სრული არ მქონდა რომ გამეორება ყოფილიყო. ჩქარობდი, გებოდი ვიცმევდი. აიღე ჩანთა. დედა, კარები გაგვიღე რა. არ ჩახვიდე, მე გადაგაკაზე და მეცნობია. ჩვენ ჩავედით. ხო, ჩავიდეთ და ჩამოვიდეთ. აი. შვიცი. მოდი დადა. მივე. ესაც ჩემი შვილის ყველაზე საყვარელი ადამიანი და ყველაზე საყვარელი მანქანა. მე გამოვიდეთ მუშაობს მე-6. მე-6 საათი. შევმაგრი მე-6 საათი. კაი. მომეცეთ. Put mანქანა ყავთ? სკოლაში მიდის დადა? ანტიკვარით? ანტიკვარით. დაბა. იმარჯე ახლა ნახე რა მანქანით მოვედი რამე თქვი. თქვი გოიმებო. ესეთი მანქანით არავინ არ დადის სკოლაში. არა და აბა კი რატო? ვინ დადის? ვინ დადის ესეთი მანქანით მითხარი რა, აი ვინ მოსწონს? მამა მისყავს ძველი მერსედესი. ის ძველი მერსედესი იქნება და ეს ანტიკვარული მერსედესი BMW. არ არის განსხვავება? ძალიან ძველი. მე მგონი ეს უფრო პრესია ვიდრე ის პრესია რა. თელი დღე ხარ რაღაცა მართლა პრესის ქვეშ. ეს თელი დღეა პრესის ქვეშ და ეს 1 საათი პრესის ქვეშ. შენ რომელ საათზე დამირეკე? 8-ზე. რომელ საათზე დამირეკე? 7-ზე. დილით 7-ზე დამირეკე? ტელეფონის საათის მიხედვით დავაყენე მე bis 15:08. თურმე დამეყენებია bis 15:07. ძველი დროა.
გაიგე გაზარი. მოგწონს თუ არა ის სიმღერები, რომლებიც წერებოდა და მე ვთქვი, რომ არ შეიძლება რომ არ მომწონდეს, იმიტომ რომ როდესაც იწერება სიმღერა, მამა ყოველთვის წერს სიმღერას, თქვა მერაბისთვის, ანუ არის ეს სიმღერა მერაბის, როდესაც იწერება ჩემთვის არის ჩემი, იმიტომ რომ დედაც იცნობ ჩემს შინაგან ბუნებას, ჩემს განწყობას, ჩემს ყველანაირ თვისებას, რომ იცის, რომ ეს სიმღერა იქნება ჩემი და კიდევ იგივე სიტუაცია მაქვს რომასთან. ანუ როგორც მამა საკუთარი ისე რომ არც კიდევ ვიცი თავიდან მამა თუ აწესდვა ბრატრი მამა თუ აწესდვა იქ მუშაობს? იაბო ხდება ხოლმე ესე რომ გინდა ძალიან რომ გესმის რამე. ძალიან რომ გინდა რომ გაიგო. ძალიან რომ გინდა რომ ჩაიწეს ლიფტი ასე არ არსებობს? ჩვენთან? ხო. მაშინ როგორ იმე. Dandy. Kommt sie. არა მეც ესეთი სამუშაო სიტუაცია, ხო? ხო? ზუსტი. ის ინდონეზიის სიმღერაც აბსოლუტურად განსხვავებული, თავის ჰარმონიით, თავის მელოდიკით, თავისი თუნდაც იმ არაორდინარულ რაღაც გადასვლებით ისეთი რაც ახლა შენ. შენ თუ როგორ სახარ ესეთია და. Asare pikeme çöz. So. ჩვენ ახლა წავედით. რა იქიდან გავიდო. გახავა. დილას 8 საათია, მაგრამ ყველა ესეა. არ ეკონომი კაბელურები. ცი, შენ რეგოს. მე არაფერი. აი ესე ხო? წავედ მაშინ. წავედით. დაგირე კამერა. ნახვამდის. ეხა ჩვენ მივდივართ არის
არაჩვეულებრივი მუსიკოსი ნიკუშა წერეთელი, ნიკა წერეთელი, რომელიც ცხოვრობდა წლების განმავლობაში მოსკოვში. მუშაობდა მაქს ვაძიევთან, ნიკიტა თუ იცით, მამუკა ბერიკასთან ერთად გამოუშვა ალბომი და სხვათა შორის წელს კომპიუტერული მუსიკის ფესტივალი იყო ლონდონში და გააგზავნა თავის კომპოზიცია და სრულად შემდგომ კიდანაც რომ გავიგვერდა, გაიმარჯვა და 5 ევროში გავიდა. და ჯერჯერობით არ გაგიმხელთ, მაგრამ რაღაც საინტერესო გეგმები გაქვს. ესეც ნიკუშა. შეიძლება ძალიან ცივია აქეთ ვაკის სასაფლაო, იქით სამურთალო სასაფლაო. მინდა აღნიშნო, რომ ესეთი დიდი განსაკუთრებული ცხოვრება არ აქვს არავის, რა ვიცი. არაფერს ისეც არაჩვეულებრივ დღის განმავლობაში არავინ არ ვაკეთებთ. არის დღეები, როდესაც საერთოდ სახლში ვარ, არის დღეები, როდესაც უბრალოდ მხოლოდ მეგობრებთან არის ესეთი გადატვირთული დღეები. დღეს არის ძალიან ჩვეულებრივი დღე, რომელიც გავს ყველა სხვა დანარჩენს და ნუ გეკონებათ ნუ რა ვიცი, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობთ. აპარატებზე მეტი პრესის ქვეშ თქვენ მაგცევთ ცხოვრებაში. პენსიაში სანამ არ გავალ, მე აღარ მექნება. პენსიაში რომ გავალ სურვილი რომ სადმე ვიარო. კარგი დედა. კარგი დედა, მადლობა. მუსიკის გამოვაში გამოვა. ნიკა, მომავალ შეხვედრამდე. ახლა ხო. კარგი და. კარგი. კარგად. ეხლა მივდივარ სურათების დასაწყისად და ჩემს დაბადებითი სურათების და ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ რომ ძალიან კარგი დაბადებისა. გამარჯობა. 1 საათში დაგვიბეჭდავთ. ეხლა მივდივართ დათო ფორჩხიძესთან სტუდიაში. ისევ და ისევ სამუშაო პროცესი. დათო არის მოვიდა. რადგან არის შვი კამერა. გამარჯობა. დათო. როგორ ახარ? კარგად. ცივა ხო რაღაც შენთან? აი სამ. დღეს განსაკუთრებულად. დათო. კი, შემოვიდა ხმა. რაღაცა წოვის.
შენა სანამ ეს პაპარაცები ჩვენ თავს არ დაგვანებებენ იქამდე ჩვენ სერიოზულ მუშაობას არ ვიწყებთ იმდენად რამდენადაც ჯერჯერობით სანამ არ გამოვა დისკი იქამდე არ გვინდა რომელიმე სიმღერა მაინც ესეთი ცნობილი გახდეს ან თუნდაც ერთი ხოცა ფრაზა მაინც იყოს ნამღერი სადმე მხოლოდ ამ მოსაზრებით მეტი არანაირი მოსაზრებით ასე რომ არც მოგასმენებთ არაფერს ბეკები და შე ხო გავიხსენებთ ჩვენი ძველი ფრაზა დასადები და დავადოთ გათა მოგეთ მოვილაპარაკეთ ხო გასაშინელება ეხლა მივდივარ თეატრალურში მე შევდივარ ჩემი თემის ხელმძღვანელის სანახავად ანუ სამუშაოდ და სამეთადინოდ და ძალიან დიდი ხოვნა მაქვს აქ აღარ შემოვა იმიტომ რომ მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ თქვენ თუ თავზე დამადგეს ორი საათი აგდგე ხარ? აბო. არის ჩვენი სურათები რა? ნახოთ დღევანდელი მიღწევები. აი, სამასტაბისება. ამო ესე. Καλά, ჩამოდი. როგორი არის? ხო. მიდი ხა კლა. ეს ყველაზე ისეთი პროცესი ჩვენ ცხოვრებაში. ძალიან მძიმე, საპასუხისმგებლო და ამ ადგილას ისეთი ორთაბრძოლები იმართება ხოლმე ძირითადად სუბ კატეგორიაში ვხომრობ ხოლმე, რომ ამ ადგილას იმართება ჩემი და ჩემი შვილის ორთაბრძოლო სუბ კატეგორიაში. დედა რომელიც არ ვაცლი არაფერს. ბატონო. ხო მაკდონალდში წამო. აი ტელევიზია გამომტყვა. ხვალ რა გინდა? მაკდონალდში. მაკდონალდში კი წაკიყვა. კარგია ძალიან. ოჩი ხო დათუნასთან წამიყვა მაკდონალდში. დათუნასთან. არ ვიცი ნახოთ. წამიყვა. არ ვიცი. ეხლა ამას ვეღარ დაგპირდები უკვე. ოჩი თუ წამიყვა დათუნასთან. იმიტომ რომ 13 წუთი გექნება და ძალიან ბევრი გამოგივა. ო, გაია. Извини, авиакатастрофы. არა, ნუ შეუძლებელია აქ ისეთი რაღაცები ხდება, რომ Есть. Ну, როდისთვის მე როგორც კი ჩამოვალ და საერთოდ ჩამოვიდა. და ექნება გამზადებული. კი, გზად იქნება და შენ დაგირეკავს ხოლმე გეტყვის. ტონალობა მე მგონი ფაძიეს, ხო? უთხარი, ნუ. მოდულაციებზეც მოვილაპარაკებთ. მივდივარ სანტა-ფეში, სადაც ჩემი მეგობრები მელოდებიან, რომ საღამოს დავისვენ. როდის რა მეკითხა შამპანზე რო დავსვარ მაგაზე მოკითხა. ვაის ნახინა სადი ყავი და დავდიოს. კი, დავბეჭდე.
აჰა, მხოლოდ ერთიანი. მე იმიტომ რომ იცის რომ შეხედე მე რა მემართება მაგიტებზე რომ ხო იცი რომ ყოველი კონცერტის გამო ვაკანცია და ყოველი კონცერტის ძებას გამო კიცი რა გადაწყვეტე ვეთი გაატრიაკეს ანე კარგად კითხვა არ გინდა ისე გამოვიყურები. და ყველგან წინა დღეს აჟიტირებული რას ვაკეთებდით მე ბასარ და გომართელი შენ დაბადების დღეზე. ამას რო ყვებოდი მე იქიდან წავიდა თეკა თავის დაბადების დღეზე და ეთყობა იქ მოყვანე. ცოტა დარიცი. მე ხო არ დაჭერი დათვალა. მე ხო სუფრას არ სიონე მაგარია მოეცი და ხარ წარმოდა კონტებში. არა ყველაზე მაგარი იყო ჩანტა. ჩანტა? არა, ჩანტა არ ვიყავი. მე უკვე წასული ვიყავი. ეხა ვიყურეთო შემოსასვლელში ხო მოდის უკვე ვეღარ დადის და მოიცადეთ ერთ წამს ვიბრუნდა სამზარეულოში და მოდის საჭმეთ მოგჭანთი. აი ოკეი, რაც ვერ ჩამაიქა. გამოათა და ბანანა მარიცი ხო ხარ. გაგლიზა. Пока. Пока. Გადაემშვიდობ. პაპარაცი კარგად. 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 Grazie.